ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი ნანუკა. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ და მე დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო ეთერი გვექნება. პირველი გადაცემა ძალიან ვნერვიულობ. ძალიან ცაბავს. სიშავე გზაბავს. ხო, სიჩუმე და რაღაცნაირი ატმოსფერო. პირველი კითხვა არის ვინ არის ნანუკა გულუა? კეთილი ადამიანი ვარ. ანუ რაღაცებს არ ვამბობდი ხოლმე ჩემს თავზე და მე ნუ ერთხელ ფსიქოლოგის გარემოცვაში აღმოჩნდი და მითხრა რომ არ შეიძლება თუ შენ რაღაცის თქმა გინდა საკუთარ თავზე ანუ მუდმივად თავის დაკნინება მოკლედ რაღაცნაირ ბევრ სხვა კომპლექსს უკავშირდება. ამიტომ მართლა გულწრფელად არავისი არ მომერიდება ვიტყვი რომ კეთილი ადამიანი ნამდვილად ვარ. ისე ყავდა გვერდში მოშურნეები? ალბათ მყავდა. კი, მყავდა. მაგრამ მე ადამიანების ცნობა ძალიან მიჭირს შეცნობა ადამიანების, მაგრამ მე პოსტ ჩემი ძალიან დიდი გულის ტკივილების შედეგად მე ვხვდები რომ რაღაცნაირად ხო ეს ძალიან უცნაური განმარტება არის, იმიტომ რომ ძირითადად მე ვისმენ ხოლმე, როდესაც მე უვნებიან რომ მე ძალიან კარგად ვიცი ადამიანების შეცნობა, ყველაზე ხშირად ეს და შენ პირიქით აღმოჩნდა გულწრფელად ამბობ რომ გიჭირს ადამიანების შეცნობა. უზომოდ მიჭირს ადამიანების შეცნობა. როგორც ძალიან პატარა ბავშვს, ისე შემიძლია გულუბრყვილოდ ბოლომდე ვენდო ადამიანს, რომელიც რაღაცებში გამოცდილი არ მყავს. და მე ხშირად ვერ ვიტყვით მადლობა ღმერთს, მაგრამ მქონია იმედგაცრუება და ძალიან დიდი ტკივილი, იმიტომ რომ მე ზღვარი არ მაქვს ადამიანებთან ურთიერთობაში. რაღაცა ოქროს შუალედი და დისტანცია არ ვიცი რას ნიშნავს. ბოლომდე ვეძღვნები, მთელი ჩემი რესურსით ვეძღვნები ჩემს ახლობელ ადამიანს და მე ტკივილიც ესეთი დიდი სიძლიერის არის. შეგიძლია ეს ყველაფერი მეგრულად გაიმეორო? რა თქმა უნდა. მუთუნს ზღვარ ვამიხ. ბოლოშა შემლებ ადამიანს ირფელ ქიმებ ჩემ უდგას შემლებ და უკულ მაჯგურა. აი, ქართულად როცა იგივეს ამბობდი, ეს მიმიკები არ იყო და მეგრულმა გააჩნდა. მეგრულს მოვქეს. აბა. წავიდეთ მაშინ სამეგრელოში. ის წავიდეთ კერძოდ გადავინაცვლოთ ზუგდიდში, სადაც დაიბადე. მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ და გულწრფელად რომ დავიბადე საქართველოში და დავიბადე სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდში დავიბადე. ანუ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ეს არის მართლა ზღაპრული ქალაქი და მას მე არ ვიგონებ და დამიდასტურებენ ამას ჩემი თანაქალაქელებით. დავიბადე ზუგდიდში, ძალიან კარგ უბანში, კარგი მეზობლებით, კარგ სკოლაში ვსწავლობდი, კარგი ოჯახი მყავს. პირველ სკოლაში ვსწავლობდი. მეორე სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი მშობლები და მთელი თაობა და მოკლედ უსასწაულეს მეგობრებში, უმაგრეს მეზობლებში, კარგ მასწავლებლებში, კარგ ნათესავებში და კარგ ოჯახში გავიზარდე. გაიხსენე ეს პერიოდი, რა საკამდე ცხოვრობდი და ის შენი ბავშვობა როგორი იყო? შენ როგორი იყავი შენს ბავშვობაში? სკოლა დავამთავრე ზუგდიდში, ანუ მე წამოვედი უკვე სტუდენტობის ჟამს. როგორი ბავშვი ვიყავი? უზომოდ პოპულარული ბავშვი ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი უნარი რო ხალხი გამერთო და მათ ძალიან ყვარებოდით და ჩემზე დამოკიდებული ყოფილიყვნენ, ეს უნარი მაქვს ძალიან ღრმა ბავშვობიდან. 90-იანების ბავშვი ვარ მაშინ, როდესაც იცი ქვეყანაში რა არეულობა ხდებოდა და განსაკუთრებით ომის სიმძიმეს როგორ გრძნობდა ზუგდიდი და ჩემი მეზობლების და ჩემი სკოლის მეგობრების და მასწავლებლების და ყველას ერთ-ერთი ძალიან საყვარელი გასართობი ვიყავი. მოკლედ სამეზობლოშიც ყველას ბაძავდი და საღამოს რო შეიკრიბებოდნენ, მოკლედ მე მივდიოდი და მთელი კონცერტი მქონდა უბანშიც, სკოლაშიც და ყველგან მოკლედ სამეგობროშიც ვიყავი ესეთი ხალისიანი. პაროდიების ნიჭიც ხონდა, ხო? პაროდიების ნიჭი მქონდა, მართლა ყველას დავცინოდი, ყველას ბაძავდი. პირველი ვინ იყო, აი ვინც ამოიჩემე თუ გახსოვს? ჩემი მასწავლებელი. მაგის ვიღაცა გარემო წრიდან არის ხოლმე, ხო? ოჯახის წევრებიდან თუ ყავდა ამოჩემებული ვინმე? მამა.
კი. მამა მყავდა ამოჩემებული და მოკლედ მამა და მე ცალკე სამყარო გქონდა. მამას და გოგონებს მე ორი დამყავს და სამნი არიან მაყურებელს მინდა უთხრა. სამნი არ ვართ, 4 ვართ. მე 4 ძმას ვეძებ, ხო იცი? ხო, ეგ ვიცი, მაგრამ მივიღოთ. ხო, ადგილზე 3 და გავიზარდეთ ერთად. ესე იგი, ნუნუ, ყოჩა, ნანა და ნინო. ნუ მალამაზებ, ნუნუ, ნანული და ნინო. ეს ჩვენი მამიდების სახელები არის. რამდენად გავხარ შენდებს და იმათ რამდენად აქვთ და გქონდათ აი ეს უნარები, რაც შენ გაქვს თუ შენ იყავი გამორჩეული ამით. კარგავ სუბიექტურობას, როცა ვსაუბრობ ჩემს დებზე, იმიტომ რომ არანორმალურად მაგარიდები მყავს. აი ნუნუ ექიმია, ყველას პატრონი, მზრუნველი, ყურადღებიანი. აი დედის როლს ხშირად ითავსებს, ჩემსა და ნინიკოზე აქ აი უდიდესი ამაგი და ის мотиваცია რაც შეუძლია ჩემს დებს მომცეს, ანუ არ ვიცი საიდან უნდა ამეღო, რომ ესენი არ მყავდეს. ყველაზე უკეთესი ვარ, ყველაზე კარგად გამომდის ყველაფერი, მე ყველაფერი შემიძლია, ყველაზე ლამაზი. ვერაფერს ვერ ხედავენ, რაც შეიძლება რომ რეალურად დისი დაინახოს და მეც ესე ვარ მათ მიმართ რა. რა საოცარია. კი. ნუნუკა ძალიან ქოთქოთა მგავს რაღაცით და ნინიკო არის საერთოდ ვერასოდეს მიხვდები თუ ჩვენთან რამე კავშირი აქვს. დინჯი 7, 5-ოსანი, მათემატიკა, ინგლისური, ქართული, ფრანგული, გერმანული. ყველაფერი ერთნაირად იდეალურად იცის. ნინიკო არის სანატრელს შვილს ვეუბნებოდი ჩვენ მშობლებს, რომ აი სანატრელს შვილს მოგკითხე ჩვენ თავი დაგვანებე. აი ეგეთი გოგოა ნინიკო. შემდეგ მოდიხარ თბილისში და ვერაბარებ თეატრალურ უნივერსიტეტში. ხო. რანაირად? მოკლედ ვაბარებდი თეატრალურზე, მინდოდა რა, უკვე მომზადებული ვიყავი და ნუ მოხდა ისე რომ მამა ჩემი სიტყვა ჩემთვის ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მითხრა რომ შენ რაც გინდა, მე ყოველთვის ყველაფერში შენს გვერდით ვიქნები, მაგრამ ეს არის მამას სფერო, რომელსაც ჭირდება ის უნარები, რომელიც შენ არ გაქვს. მე ვეუბნები რომ რა უნარები ჭირდება. ამტანობა, გამტანობა, ბევრი გულის წყვეტის გადატანა, ბრძოლა, ადამიანების გაწევა, ანუ ესე წარმოედგინა, რომ შენი წარმატებისკენ გაიჭრე. შენ ამას ვერ გააკეთებ და იქნები დაჩაგრული. და მოდი, კარგად საუბრობ, კარგად წერ და იქნებ ჟურნალისტიკა, ზე ვცადოთ და თუ შენ აქ მიხვდები, რომ აქ არ გამოგივა და ისე ვიქგინდა, მოდი მე ვიფიქროთ ამ ყველაფერზე და მეც ეგრევე დავეთანხმე, კი. თუმცა იქაც ვერ გამოვდექი. ის უნარები უფრო არ მქონდა, ვიდრე ვიდრე ეს უნარები. ვიცი რომ მამა შენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრესი და ტკივილი არის ცხოვრების. ძალიან. მოგვიყევი მამას. მე ვემზადებოდი რომ ამას ვკითხავდი და ეს არ უნდა დამმართნოდა. ნუ რომ ზოგადად რომ ჩემი შვილებიც მამას ეძახიან მამას. აი ეგრევე ჩემთან მოდის სევდა. აი თუ წარმოგიდგენია ყველაზე დიდი სიკეთის და მხოლოდ დადებითი თვისებების გენერატორი, აი ეგეთი რამე თუ აი ზღაპრის გმირი წარმოგიდგენია, აი ეგეთი იყო მამა ჩემი და აი აქ უკვე სუბიექტური არ ვარ, იმიტომ რომ ვინც იცნობდა, ყველა დამეთანხმება ამაში. მოკლედ ზუგდიდის ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო, ძალიან პატარა გახდა ჩაის ფაბრიკის დირექტორი, მაშინ ეს ინდუსტრია ყვაოდა. ძალიან ძლიერი იყო მატერიალურად დედაც და მამაც. ისინი ერთად მუშაობდნენ და იმ გაჭირვების ჟამს ძალიან კარგად ცხოვრობდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენ არ ცხოვრობდით ძალიან კარგად. ჩვენს გარშემო ყველა ცხოვრობდა ძალიან კარგად. აი როგორც შეეძლო რომ მიეცა მათთვის კარგად. ჩვენ არ გვქონდა მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში კარგად ყოფნა იცი რომ ძალიან დიდი თანხის ქონას ნიშნავდა, ჩვენ არ გვქონდა არც ბინები, არც ფართები, არც ძვირფასი სახლი, ანუ ჩვენ არაფერი ფუფუნების არ შეგვიძენია, იმიტომ რომ მისი მთელი რესურსი იყო მხოლოდ ადამიანებისთვის გაცემა. და
მისი ამ უნარის შემდეგ მე აი ამ სიმდიდრესთან აბსოლუტურად გაუფასურებული მაქვს დამოკიდებულება, იმიტომ რომ სიმდიდრე ჩემთვის მარტო ნიშნავს გაცემას და სხვების დახმარებას. აი ესეთი ადამიანი იყო. იყო რაღაცა საოცარი მეუღლე და საოცარი მამა. მაგალითი ამ ყველაფრის და სულ ვამბობდი რომ ღმერთო გთხოვ თუ ოდესმე მეყოლება მეუღლე და შვილების მამა, აი რაღაცით მაინც გავდეს მამა ჩემს, იმიტომ რომ ისით და ის რასაც ის ჩვენ ყოველ წამიერად გვაძლევდა ძალიან მაგარი რამე არის და ძალიან მინდოდა რომ ესეთი მამა ყოლოდათ ჩემს შვილებსაც. აი დედა ჩემი არის ხუთოსანი, უნდოდა რომ ყველაფერი გვესწავლა, ყველაფრის საქმის კურსში თან მუშაობდა, თან ალაგებდა, თან ხომი, თან სიწკრიალე, თან ჩვენ მოწესრიგებულები, ფეხსაცმელი კაბა, ისა ბაბთა ყველაფერი ერთ ფერში, აი ესეთი იდეალური დღემდე მასზე ვდგავარ მის მოწესრიგებულობაზე და ესეთი ხუთოსანი ეს სწავლით წიგნებით მათემატიკით და დაქანცულები რომ როდის მოვა ეს კაცი სახლში, როდის და ჩემი ჭიშკრის ხმა ჩამესმის ახლა ზედით კაცუნი აქ და იქიდან სწავლა კაცს აფუჭებს. აი ამ ხმის გაგონებაზე ჩვენ ეგრევე ვიშლებოდით, დედა ჩემი ჩხუბობდა რომ რატო აკეთება ამას და ჯერ არ დაგვისრულებია და მორჩა. მე იწყებოდა უსასრულო თამაში, უსასრულო ზღაპრები, უსასრულო, რა ვიცი, ხალისი და სწავლა ჩვენი სრულდებოდა იქ. როდესაც ქონდა პერიოდი, როდესაც ჩვენ ძალიან გვიჭირდა მატერიალურად. ნოე გულწრფელად გეუბნები. არასოდეს არავისთვის, ჩემი მეგობრისთვისაც არ მომიყოლია. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც იოგურტი იყო ახალი შემოსული და სულ რამდენიმე იოგურტი გვქონდა მაცივარში საჭმელი. ანუ მეტი არაფერი არ გვქონდა და კენკრის იოგურტი არ გვიყვარდა არც ერთს. და ეს კენკრა ყოველთვის რჩებოდა და დედა ჩემი ამბობდა, რომ კენკრის იოგურტი უყვარს მას, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენი არ გაგვენაწილებინა და ამ რაღაცა კენკრა მეზიზღება მაგის მერე ამ კენკრის იოგურტს სულ ისჭამდა. ძალიან გვიჭირდა. არასოდეს არც ერთი წამი არ მქონია განცდა, რომ ჩვენ რამე არ აგვაქვს. ანუ არ ვიცი ამას როგორ აკეთებდა. აი ახლა ამ წუთას მამა რაღაცა პაუზა გვაქვს და მე ხო იცი თვითფრინავი გადავფრინდებით, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, შენ რომელი მანქანა გინდა, შენ რა გინდა, შენი მეგობრების საწავი, ანუ მუდმივად აი ამ განწყობას და აი ამას ინარჩუნებდა და სტრესი ჩვენ ანუ შიმშილის ხვარზეც არასოდეს მქონია. არ ვიცი, აი ახლა რამხელა უნარი ქონდა ამ ადამიანს, აი ახლა რომ გავიზარდე და რომ ვფიქრობ და ძალიან მინიმალურ რაღაცას რომ ვერ ვუძლებ, ვფიქრობ რომ ანუ ადამიანმა რა გააკეთა და რას გაუძლო და რა პერიოდი გადაგვატანინა, ისე რომ ისევ პეპლები და რაღაცა ბანტები და სიყვარული გქონდა მხოლოდ და არანაირი სტრესი. ნანუკა მამა როგორ გარდაიცვალა? და გაიხსენე ეგ პერიოდი. ძალიან ჯანმრთელი კაცი იყო ვიზუალურადაც, ისეთი მაღალი, ისეთი აღნაგობის, ულამაზესი და აი ესეთი კაცი იყო რა, ხმაურიანი, კარგი იუმორით, კარგი მეგობრებით და ისეთი. ესეთი მამას ჩამოვიდა ზუგდიდიდან და მე ნინიკო და ნუნუკა რა თქმა უნდა ქოთქოთში ვართ და ვამზადებთ ყველაფერს რომ მას რაღაცა მარინასთან ნაკლისი არ კონდეს და ის ორი დღე რაც აქ არის რომ ყველაფერი მივართვათ და ნუნუკამ თქვა რომ მამა შენი თვალის გუგის ფერი არ მომწონს. ნუ ამაზე ძალიან ბევრი ვიცინეთ რომ ნუნუკა თავისი არ მომწონს და რაღაცებით და მოკლედ არ მოისვენა და სანამ ზუგდიდში წავიდო და წაიყვანა ექიმთან. და მას აღმოაჩნდა პანკრეასის სიმსივნე მეოთხე სტადია, უმძიმესი მდგომარეობა. ოღონდ არავითარი გვერდითი მოვლენა ამას არ ქონდა, გარდა იმისა, რომ ნუნუკამ რაღაცა თვალის ფერის ცვლილება შეამჩნია. ამ დიაგნოზის დროს ჩვენს ოჯახში ძალიან მძიმე პერიოდი დადგა. ესეთი პერიოდი ჩვენ არასოდეს გვქონია. მისი დიაგნოზის გაგებიდან ძალიან ბევრჯერ გარდავიცვალეთ მასთან ერთად მართლა. მაშინ როცა ქიმიებს უკეთებდით, მაშინ როცა ოპერაცია გავუკეთეთ, მაშინ როცა მას ბევრი დისკომფორტი ჰქონდა და ბოლოს, როდესაც
ის უკვე თავის თავს არ გავდა. ძალიან გახდა, ძალიან იცოდა რა სჭირდა. ის რომ მას ესეთი რთული დიაგნოზი ჰქონდა, არ იცოდა. ბოლო წამამდე ამბობდა, რომ რა მაგარი ბიჭია, რომ სიმსივნე დაამარცხა და რომ აი იდეალურად გრძნობს თავს, მაგრამ არ მგონია რომ ეს მას არ ცოდნოდა. მან იცოდა, მაგრამ ისევ ჩვენზე ფიქრობდა და ისევ იმაზე ფიქრობდა, რომ ჩვენ ნაკლები სტრესი გქონდა მის გარეშე. ბოლო თვე, როდესაც ის ძალიან დამძიმდა, ჩვენ ვიყავით მასთან, რა თქმა უნდა. და ეს თვე ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული და ყველაზე მტანჯველი პერიოდია. როდესაც უყურებ შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს ტკივილებისგან როგორ იგლეჯს მართლა ხორცებს და როგორ ვერაფერს ვერ აკეთებს შენ. ანუ ურთულესი პერიოდი გავიარეთ და ამ მდგომარეობიდან დღემდე ვერ გამოვდივარ. ანუ 7 წელი გავიდა და დღემდე ვერ ვრთავ ვიდეოს, სადაც ისმის მისი ხმა. ანუ ჩემს მოგონებებში, როცა მინდა რომ რაღაცა მამა გავიხსენო, მხოლოდ ეს ბოლო თვე არის და იქ ძალიან რთული არის. ძალიან რთული არის. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ ნეტა ისეთი მამა ყოფილიყო, რომ ნუ მამა რა. მძიმეა ნამდვილად. მოდი მოგვიყევი ახლა შენს გარშემო არსებულ მთავარ მოვლენაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში რომ აბსოლუტურად ყველა შესაძლო ადგილიდან რომელიც შენთან კავშირშია ყველგან ისმის რომ ნანუკა გულუა ძმას ეძებს მოყევი ეს ამბავი საერთოდ როგორ გაიგე რომ ძმა ყავდა და რა პროცესია ეხლა გაქვს თუ არა იმედი რომ იპოვო აუცილებლად არ გავჩერდები სანამ არ ვიპოვი ისეთი ბავშვები ვიყავით ყველაფრის საქმის კურსში და ყველაფერს ყური მიდებული და ნუ ყველა არაფერი ჩვენ არ გვეპარებოდა მოკლედ რა და ერთ-ერთი ესეთი სავარაუდოდ მოსმენის ეტაპი ქონდა მე და ჩემს თავს რომ გავიგეთ ჩვენი ძმის არსებობა ბავშვები ვიყავით მაშინ უფროსია თქვენზე ჩვენზე უფროსია კი ანუ დედამდე ისტორია კი ნუ რა თქმა უნდა ეს ისტორია იქვე მივხვდით რომ ამასთვის ეს რაღაცა ძალიან დახურული თემა არის და მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ვმეგობრობდით მამასთან ვერასოდეს ვერ გავბედე ამაზე შეკითხვის დასმა ანუ ვერ შევწელი რა იმიტომ რომ თვითონ არ ხსნიდა ამ თემას ჩვენთან და ჩვენ ვერ დავიწყეთ ამაზე საუბარი რო გარდაიცვალა ურთულესი მდგომარეობა მქონდა და გარდაცვალების წამიდან დავიწყე იმაზე ფიქრი რომ ეხლა ეს ყველაფერი რომ დასრულდება მე ვიწყებ ძმის ძებნას არ ვიცი რა რისი იმედი გამიჩნდა რომ მას ვიღაცაში ვიპოვი კიდე მისი მსგავსი იქნება თუ აი რა მოხდა არ ვიცი მაგრამ იმ წამიდან მე 7 წელია ერთი დღე არ დამისვენია ვეძებ ჩემს ძმას და ეს არის უდიდესი გზა და ძალიან დიდი თავგადასავალი ნოე რომელიც დავიწყე პირველ რიგში ფიცი მაგ დადებული რომ არასოდეს ქალბატონის ვინაობას არ ვიტყვი ვინც არის ჩემი ძმის დედა მას თავისი ოჯახი ყავს და ეს არის ძალიან დიდი საიდუმლო არა არიციან მის ოჯახში ეს ამბავი შესაბამისად მეც რა თქმა უნდა დავიფიცე რომ არასოდეს მის შვილებს ამას არ გავაკებინე მაგრამ ეს გალი უნდა მენახა იმიტომ რომ ძიება დავიწყე ჯერ საიდან მეზობლები უბანი ექიმები იმან რა თქვა ამან რა იცოდა რაღაცა ფოტო არსებობდა ეს ფოტო საიდან არსებობდა ანუ ყველაფერი იყო მეგობარმა არ იცოდა არავინ ახლა მეგობარმა არავინ არ იცოდა კონკრეტულად ყველა მიცოდა ფაქტი რომ არსებობს ჩემი ძმა რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებს მამა ჩემი და ვერ იპოვა აი ეს ფაქტი იცის ყველა ა მამაც ეძებდა მთელი ცხოვრება ეს უკვე მერე გავიგე საიდან გავიგე რო გავაჟღერე ეს ამბავი ამ ქალბატონის უბნიდან მომწერა ანონიმური მესიჯი მისმა მეზობელმა რომ შენს ძმას ვერ იპოვი იმიტომ რომ მამა შენს მთელი მისი რესურსი აქვს დახარჯული უბანი მეზობლები ამ ქალბატონის მეგობრები ყველგან ძალიან დიდ რესურსს ხარჯავდა რომ ვინმეს ეთქვა სად არის
მისი შვილი. ეძებდა დედაჩემი მთელი ცხოვრება. ანუ ერთმანეთს არ ეუბნებოდნენ და დედაჩემს ეუბნები, რომ შენ რატო ეძებდი დედა? დედაჩემმა მითხრა, რომ თუ უჭირდა თქვენს ძმას, მინდოდა რომ ჩუმად დავხმარებოდი და ამიტომ მთელი ცხოვრება ვეძებდი, მაგრამ მათი არც თუ ისე მწირი რესურსით ვერ შეძლეს მოძიება, იმიტომ რომ ვერც ერთი ვერ მივიდა ქალბატონთან, რომელიც არის ჩემი ძმის დედა. მე მივედი ნოედა. როგორ მოხდა? ძალიან თხოვე. როგორ მოახერხე? მენდო მე ვუთხარი რომ ჩვენი საუბარიც და მისი ოჯახისთვისაც და ფართო საზოგადოებისთვისაც მისი ვინაობა მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში იქნება საიდუმლო და უბრალოდ ერთი შეხვედრა მჭირდებოდა მასთან და შემხვდა. მის არაჩვეულებრივ მეგობართან ერთად მადლობა მინდა აქედან გადავუხადო, ის დამეხმარა და შემახვედრა. აი ასე არასოდეს მინერვიულია როგორც იმ დღეს ამ ქალბატონთან მისვლის დროს. არ ვიცოდი რას მეტყოდა, არ ვიცოდი მე თუ როგორ მომექცეოდა. რა საკის იყო მშობიარობის დროს? 18 წლის. და მამა ჩემიც პატარა სტუდენტი, ახალი სტუდენტი. ნუ უყვარდა. პატარა არა, ნუ შეძლეს ორივემ რომ მშობლები გამხდარიყვნენ. პატარა რაღაც ესეც იტყვან, მაგრამ სხვა დრო იყო. ერთადერთი რაც მქონდა, რომ რანაირად შეიძლებოდა ასეთ სიკეთით სავსე კაცს ეს ამბავი ასე დავიწყებოდა. ვერ ხვდებოდი. და მე რომ მითხრეს რომ ის მთელი ცხოვრება ეძებდა და რა გზა აქვს გავლილი, ცოტა ამოვისუნთქე რა. ამ ქალბატონთან რომ მივედი მეშინო და იქნებ ცოტა აგრესიულია, იქნებ აი მამას ძველი რაღაცა საქციელი შეიძლება რამე პირობა ქონდა მიცემული, არ ვიცი აი როგორ შემხვდებოდა, არ ვიცოდი და ისეთი დამხვდა ძალიან ღირსეული ქალბატონი, რომელმაც მითხრა რომ ჩვენ მაშინ ბავშვები ვიყავით. 9 თვემდე მუცლით ატარა ნაყოფი ისე რომ დედამისმა არ იცოდა რომ იყო ორსულად. ანუ რა დროზე ვსაუბრობთ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, არ ვიცი. მან ბავშვი გააჩინა სახლში. და მაშინ, როდესაც გააჩინა ბავშვი სახლში, დედამისმა ნახა, რომ ლუგინში მისმა შვილმა იმშობიარა და მითხრა, რომ ხომ დედა ხარ და მთელი ეს ტკივილები გავლილი გაქვს. ყველაფერი მოჭმული მქონდა სიმწრისგან, მაგრამ შიში დედის ისეთი იყო, რომ ხმა არ მომიღია, ისე გავაჩინე ბავშვი. მერე წავიდნენ, თავისთავად კლინიკაში წავიდნენ, მერე დაიწყო შეკითხვები, ვისგან არის ბავშვი, მერე რა თქმა უნდა გაირკვა, რომ მამასგან არის, მერე წამოიყვანეს უკვე საავადმყოფოდან ბებიაჩემთან ბავშვი და ეს არაჩვეულებრივი სლავური წარმოშობის ქალბატონი დედამისთან ერთად. და ბებიაჩემმა ჭუტა ჩიქოვანმა ეს სლავური წარმოშობის არის? კი, ბავშვის დედა კი. ბებიაჩემი ჭუტა ჩიქოვანი მთელი თავისი დიდებულებით, ალბათ ძველი დრო იყო, ალბათ რა ვიცი, ასე ბავშვს არ მიიღებდა, არ ვიცი, ანუ რა პერიოდი იყო, ვერც ხსნი, დიდად გამართლებაც არ მინდა სიმართლე გითხრათ. მოკლედ ეს ბავშვი არ მიიღეს და ამ ქალბატონის დედამ გააშვილა ბავშვი. ოღონდ ნოე მინდოდა რომ ცოტა საყვედური მეთქვა. რომ სლავები იყვნენ, დედაც სლავი იყო. მინდოდა მეთქვა ამ ქალბატონისთვის ცოტა საყვედური, რომ ახალნამშობიარები ვიყავით, ან რომ მივედი და მეთქი ქალბატონო, დედა, შენი შვილი, როგორ რა მოხდა, რომ შენ არ გინდოდა და ბავშვი გააშვილეს. აი, ვერ ვუშვებდი ამას. და ძალიან ისე ვკითხე, რომ ესე როგორ შეწელით და მითხრა რომ ვიყავი 18 წლის ბავშვი უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში, მხოლოდ და მხოლოდ დედის ამარა და იმედად შეშინებული და მარტო. ბავშვი მიჭირავს ხელში, შემოდის დედაჩემი ვიღაც ორ ქალთან ერთად, ამბავს მაგლეჯენ და მიყავთ. ეს მაშინ მე არ მქონდა იმის ძალაო, რომ ან შევწირა ახდგებოდი, ან რამე სხვა გზა მეპოვნა და დავჯექი და ვთქვიო, რომ ან ახლა უნდა მოვიკლა თავი, ან თითქოს ეს ამბავი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა.
და მეორე გზა აირჩია. და მან იმ დღის მერე არაფერი იცის. და მეც ინფორმაცია დამრჩა მხოლოდ და მხოლოდ ეს, რომ ჩემი ძმა დაიბადა 1977 წლის 30 აპრილს. მოკლედ, როგორ უნდა ჩავეჭიდო ახლა ამ ისტორიას, სად წაიყვანეს, რომელ ქალაქში, იქვე, სხვაგან, სამეგრელოში, თბილისში, კახეთში, სად წაიყვანეს, ანუ რა მაქვს ინფორმაცია, არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ წელი. მე უკვე დავიწყე, მოკლედ ეს გამოკითხვები, რომ ანუ ის ბებია ქალი ვინ იყო გავიგე და დავიწყე იმის უბანში ძებნა, რომ 77 წელს დაბადებული ბიჭი ხომ არ მოიყვანა აქ ვინმე. და მითხრეს, რომ მოიყვანა. ვინ მოიყვანა? მამაო, მოკლედ არ დავასახელებ, არ ვიცი მის ოჯახს თუ არა. მამაო, რომელსაც მე ძალიან ახლოს ვიცნობდი და მთელი ცხოვრება გვერდით ვყავდა და არის გარდაცვლილი. ისე დავიტირე ნოე თავიდან, როგორც ჩემი ძმა, ანუ ეჭვი არ შემპარვია, რაღაცნაირად გონება ეგრევე გეკეტება, ეს ემოციები გაწვება და აი ვერ იჯერებ, რომ ის შეიძლება არ იყოს. მოკლედ, დავიტირე ის არ აღმოჩნდა. მერე ვიპოვე არაჩვეულებრივი ბიჭი, რომლის ისტორიაც ერთ შემთხვევოდა ისტორიას, ველოდეთ მთელი, რა ვიცი, თვე, ტესტის პასუხს. მაგ პროცესში მეც მომივიდა ხმა, რომ იპოვა ძმაო რა და კი, ეხლა ეს ბოლო ისტორია ძალიან მაგარი ისტორია არის და ძალიან მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში. მანამდე ისტორიას ეს ძმა თითქმის რო ვიპოვე. იმას მოვანათლინა მერე კირა, იმიტომ რომ არ აღმოჩნდა ჩემი ბიოლოგიური ძმა, მაგრამ საოცარი ადამიანია და ბოლოს გავიგე ქალაქი, სადაც გააშვილეს ჩემი ძმა. მოკლედ დავიწყე ამ ქალაქში ძებნა, იმიტომ რომ მისი ამოცნობა ძალიან გადვილდება თადაქალაქელებს და ძალიან არ უნდა გამოჩინა, ამიტომ მეც არ ვაპოვე. ამ ქალაქში არ ვიცი რა ჩავატარე. ყველა 77 წლიანი ბავშვი ვნახე. ყველას კლასელი ვიკითხე, ყველაფერი ვიკითხე, ანუ ყველა ჭორიკანას დავუკავშირდი ყავს, ყველა აი არ ვიცი. და ვიპოვე 77 წელს ამ ქალაქში აყვანილი ბიჭი, რომელიც ახლა არის კაცი, რა თქმა უნდა. და მორჩა. მე ჩემს თავს ვეუბნები, რომ ეს უეჭველი არის შენი ძმა, მაგრამ ერთი რაც ვიცი, რომ მას არ უნდა უთხრა, რომ მე შენი და ვარ. სავარაუდოდ უნდა იხმარო სიტყვა, იმიტომ რომ აყვანილი ბავშვისთვის კიდე სხვანაირი რაღაცა არის ამის დაჯერება. ვერაფრით ვერ დავუკავშირდი ნოე. ანუ ადამიანი არის, ანუ ვერავინ ვერ ეუბნება ამას, რომ მე მას ვეძებ დასალაპარაკებლად. და ნუ გადავწყვიტე, რომ ჭიშკართან დავდგები და რომ გამოივლის, ვეტყვი, რომ ერთი წუთით, იმიტომ რომ არავინ არ მეგზავნება მასთან რა. გავარკვე, რომ ეს იცის, თორე თუ არ იცის, რომ აყვანილია, მე ვერ მივალ და ვერ ვეტყვი. ნუ მოკლედ დავრეკე როგორც იქნა და ვუთხარი ძლივს, რომ მე ვარ ნანუკა გულუა და ვეძებ 77 წელს ამ ქალაქში გაშვილებულ ბიჭს. და იქიდან დუმილი. და მითხრა, რომ თქვენ რომელ ქალაქში ხართ? მე ვუთხარი, რომ ვარ თბილისში. კარგით 2 საათში ჩამოვალ და ჩვენ შევხვდეთ. ეს 2 საათი იყო 2 წელი ჩემთვის. ჩამოვიდა. ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. პირველი შეხედვით ვთქვი, რომ არ გავს არავის. მაგრამ 10 დღე სანამ ჩვენ ტესტის პასუხს ველოდებოდით, ყოველ დღე საათობით ვიყავით ერთად. და მე უკვე პირდაპირ ანალოგს ვხედავდი მამაჩემისას მასში, ანუ ყველა თვისება. ყველა ღირსება, რასაც კი ჩემს ძმაში ვეძებდი, აღმოჩნდა ამ ადამიანში და მის გარეში არ მინდოდა არც ერთი წუთი ყოფნა. და 10 დღის მერე გავიგეთ პასუხი. მან გაიგო და დამირეკა, რომ მე პასუხი უკვე მაქვს და მოდი, როგორც კი შევხედე, მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი ბიოლოგიური ძმა და არ მოვიდა ჩვენი დადებითი პასუხი და საჩამო მემხო თავზე, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე ჩემს ცხოვრებაში დავალაგე და ჩემს ძმას, მას მივუძღვენი ის ძალიან დიდი სიცარიელე, რაშიც ამდენი წელია ვარ და არ აღმოჩნდა, მაგრამ აღმოჩნდა. არ ვიცი როგორ გითხრა ეს. ანუ ის ყოველდღიურობაში არის ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი და ჩემი ძმა. ანუ მთელი ჩემი სიყვარული და ყველაფერი მას მივეცი და მან მომცა, მართლა ისეთი მშობლური და დაძმური, რომ ამაზე მეც თითქოს არ ვეძებ არაფერს და დამესიზმრა. დავწყმდი, აღარ ვეძებდი რა. ნუ ამ ადამიანმა შემივსო ეს ყველაფერი ჩემი ოჯახისთვის.
რაღაცა მზე ამოვიდა ისეთი ადამიანია და დამეძინა და დამესისმრა ძალიან ღარიბი ბიჭი, რომელიც ქუჩაში ზის და გახეული რაღაცები აცვია და მითხრა, რომ შენ მე მეძებო თუ იმას ეძებდიო და მე აწი აღარ მომძებნიო. გავიღვიძე და მეორე დღიდან ისევ ამ შემართებით ვეძებ ჩემს ძმას და შენ ძალიან დიდ აუდიტორიას კიდევ ერთხელ მინდა შევევედრო თუ ვინმე მიცით რომ 1977 წელს შეიძლება იყოს 78 წელს ჩაწერილი მაგაზე მეტ წელს ვერ გაუზრდიდნენ თუ ვინმე მიცით ან გახსოვთ თქვენი ბავშვობის დროინდელი ან მეზობელი ან ვინმე ვინც ამ წელს დაბადებული არის აყვანილი გეფიცებით სამშვილს არასოდეს თქვენს ვინაობას არ გავთქვამ დამეხმარეთ და მაპოვნინეთ და მომწერეთ და მე ისე გავაკეთებ რომ თქვენი დახმარების გარეშე დავტესტავ და მივხვდები არის თუ არა ის ჩემი ძმა. არ ვიცი რა გითხრა, უწფელად მინდა რომ ძალიან მალე გეპოვნოს შენი მე ვიცი რასაც ნიშნავს ეს, რაც ნიშნავს ეგ შენთვის პირველ რიგში შენთვის შენი მამა გაცოცხლია. მართლა. და მე დარწმუნებული ვარ ასეთი გულით ძებნა აუცილებლად ადრე თუ გვიან პოვნი დამთავრდება და რა თქმა უნდა მე მაყურებელსაც ვეტყვი რომ ვისაც ექნება ამის შესაძლებლობა ხელშეწყობის ერთი წამითაც არ დაფიქრდეს აქ შეიძლება ძალიან დიდი სიკეთით დაგვირგვინდეს ეს ამბავი ეგ ისტორია. მართლა ისეა. შენ შვილებს მოგვეყ. არ ვიცი, ხანდახან ახლაც თავის სიზმარში მგონია. ანუ ვიყავი ჰაწი ამას არაფერი ეშველება შინაბერობიდან უცებ მრავალშვილიანი დედა ვარ და რო ვიღვიძებ ანუ ყველა მკლავზე და ყველგან ბავშვს ძინავს და რო ვიღვიძებ როგორ შეგრძნება რაღაცა საოცარი შეგრძნება არის შეგრძნება იმის რომ აი ამ სამი ღმერთი საჩუქრის დედა ვარ ეს არის რაღაცა საოცარი შეგრძნება მართლა მეუღლეზეც გითხარი ორი სიტყვა რა. ჩემი ოცნების პრინცი არის, როგორზეც ვოცნებობდი, ეგეთი მამაკაცია. რა მაგარი. უნაკლო ადამიანია, უკეთილესი, ულაღესი, ულამაზესი, საუკეთესო მამა, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო სიძე, საუკეთესო ყველაფერში საუკეთესო არის. მართლა აი არ ვამბობ ისე სიტყვის მასალად. მართლა მიფიქრია, რომ როგორ დავიმსახურე კახა როგორ დავიმსახურე, იმიტომ რომ რაც გავყევი მე-4 წელია, ყოველი დღე ჩემთვის არის სიმშვიდის, აი მარტო ბედნიერების და მხოლოდ აი რაღაცა კარგი ემოციების მომტანიან. ეგეთი სიმშვიდის შეგრძნება არასოდეს მქონია. და ვიცი რომ ახალი პროექტი გაქვს დაწყებული, მოგვიყევი ამის შესახებ. რუბრიკა ჩვენი ოჯახის ფარგლებში, რომელსაც მე შემიძლია დავარქვით, ეს არის ჩემთან ერთად 4 დედა, რომელსაც ძალიან აწუხებს თავისი შეცვლილი მდგომარეობა, წონა და რომელსაც უნდა რომ დაუბრუნდეს ჩემსავით საკუთარ თავს და ძალიან რთული გზის გავლა დავიწყეთ ერთად. ძალიან მაგარი რამე არის, ანუ ვერც წარმოვიდგენდი, უდიდესი мотиваცია და არ ვიცი შენ გამოგიცდია რაღაცა ჩემთან შედარებით არა, მაგრამ ეს წონის კლება რამ ხელა რუტინა, რა დიდი სტრესია და რა გზას გადიხარ. ამას გუნდურად თურმე გადიხარ ძალიან მსუბუქად, უსტრესოდ და უბედნიერესად და ამ ეტაპს გავდივართ იმისთვის, რომ ძალიან მაგარი შედეგი დავდოთ. საყურებელი იქნება რა და ზოგადად ისეთი უნარების მქონე ადამიანი და ნიჭის მქონე ადამიანი როგორიც შეხარ მე დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ პროდუქტს რასაც არ გააკეთებ ყველაფერი იყო არის და იქნება ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა შენი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა ნანუკა ასეთი გულწრფელობისთვის და მე დარწმუნებული ვარ მაყურებელმა ჩვენთან ერთად ძალიან ისიამო. იმედია. მადლობა შენ ამისთვის. დიდი მადლობა.